ეკლესია არის ქრისტეს მისტიური სხეული და ამ მისტიური სხეულის თავი არის ქრისტე, ხოლო ამ სხეულის ნაწილნი ვართ ჩვენ მორწმუნენი. და ამ სხეულში არ არსებობს სიკვდილი, რატო? იმიტომ რომ როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, სადაც არის ჩვენი თავი, იქ ვიქნებით მისი ნაწილნიცო. სადაც არის ჩვენი თავი, იქ იქნებიან მისი ნაწილნიც, როდის გარდაცვალების მერე. ჩვენ ნაწილნი ვართ ამ სხეულისა, მაცხოვარი თავი. შესაბამისად, სადაც არის მაცხოვარი, ჩვენ მისი ნაწილნი, მისი მისტიური სხეულით ნაწილნიც ვიქნებით მასთან. როდის ცხადია ამ ქვეყნადაც და გარდაცვალების შემდეგაც. ამიტომ სიკვდილი არ არსებობს ეკლესიაში. იმიტომ რომ ის მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის მისტიური სხეულია. ქრისტე არ მოსულა ამ ქვეყნად არც იმისთვის რომ რაიმე რელიგია დაეფუძნებინა, არც იმისთვის რომ რაიმე ფილოსოფია მოეტანა, რაიმე იდეოლოგია მოეტანა, არა. ამისთვის არ მოსულა მაცხოვარი ამ ქვეყნად. ქრისტემდეც ბევრი რელიგია და იდეოლოგია და ფილოსოფია არსებობდა და თან ძალიან ჭკვიანურიც. არა, მაცხოვარი მოვიდა ამ ქვეყნად, რატომ? რომ დაეფუძნებინა ეკლესია. ლათინურად ეკლესია. ეკლესია რომ დაეფუძნებინა და მართლაც დააფუძნა მან თავისი ეკლესია და ეკლესია სხვა არაფერია თუ არა განსხვავებული ცხოვრების წესი. ეს განსხვავებული ცხოვრების წესი მოიტანა, ეკლესიური ცხოვრების წესი მოიტანა, რომელიც აღმატებული, უაღმატებულესი ცხოვრების წესია. და ამ ცხოვრების წესში არ არსებობს სიკვდილი. დათრგუნულია სიკვდილი. რატო არის დათრგუნული სიკვდილი? იმიტომ რომ ამ ცხოვრების წესის მომტანი და დამბადებელი არის მკვდრეთით აღდგარი. ანუ ამის მხედართ მთავარი არის გამარჯვებული სიკვდილზე. ამიტომ ჩვენც, ვინც ამ ცხოვრების წესით ცხოვრობთ, გამარჯვებულნი ვართ სიკვდილზე. სიკვდილი ვთქვით სხვა ვიდეოებში და ახლაც ვამბობთ, რომ არის სიცოცხლის უარყოფა. სიცოცხლის უარყოფა ადამიანის მიერ ღმერთთან ზიარების უარყოფა. ადამიანმა უარყო ეს ზიარება ღმერთთან. ღმერთმა უთხრა მას, რომ ყველა ხიდან გეჭმევა ნაყოფი, მაგრამ ერთი ხიდან არ ჭამო. ამით უფალი არ დაემუქრა ადამიანს, არამედ რა გააკეთა? ადამიანს აჩვენა სიცოცხლის საზღვრები. სადამდე ვრცელდებოდა მისი სიცოცხლის საზღვრები. ისევე როგორც მაგალითად ბავშვს ვეუბნებით, რომ აივანს არ გაცდეთ, აივანს თუ გაცდი, ჩავარდები და დაიღუპები. ამით ჩვენ ბავშვს არ ვემუქრებით. ისევე როგორც ღმერთი არ ემუქრებოდა ადამიანს, რომ თუ შეჭამ მოკვდებიო. არა. არამედ ჩვენ ბავშვს რას ვუხსნით? ვუხსნით საგანთა არსს, მიზიდულობის ძალას.